ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2025 წლის მთავარი გამოწვევა სალოტბარო სკოლებში ქართული ტრადიციული გალობის სწავლების გაძლიერება იქნება. ლოტბარიდან გალობელი ფოლკლორის ცენტრის სამტრედიის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი ბესიკ მახათაძე საქართველოს მასშტაბით ყველა სალოტბარო სკოლის გალობის მიმართულებას გაუწევს კოორდინაციას. სალოტბარო სკოლის მოსწავლეები საეკლესიო მსახურებაზე უკვე გალობენ, თუმცა ფოლკლორის ცენტრის გადაწყვეტილებით წლის ბოლოს გალობის შესრულება სალოტბარო სკოლის ყველა მოსწავლე შეძლებს. როგორც ბესიკ მახათაძემ აღნიშნა, სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გალობის ფესტივალში, რომელიც მაისში გაიმართება. 200 წლის განმავლობაში საქართველოში ქართული გალობა იდევნებოდა, რამაც ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დიდი დანაკლისი მოგცა საეკლესიო გალობის მიმართულებად. ამიტომაც ნამდვილად უფრო მეტი ძალისხმევა, უფრო მეტი ჩართულობა ჭირდება ამ სფეროს, რომ გალობამ დაიბრუნოს თავისი ბუნებრივი ადგილი, რაც არის ეკლესიაში ქართული ტრადიციული საგალობლების შესრულება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებით 2025 წელს უფრო მეტად გავააქტიუროთ მუშაობა და ჩართულობა საეკლესიო გალობის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ რეგიონებში დიდი დანაკლისი არის ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენი სკოლები, ჩვენი სალოტბარო სკოლები სწორედ აი ამას ემსახურება, რომ ბავშვებში, ახალგაზრდებში გავაჩინოთ უფრო მეტი ინტერესი გალობის მიმართულებით. 2025 წლიდან გალობის მიმართულებით გააქტიურება მოიცავს პირველ რიგში თეორიული ცოდნის გაღრმავებას ბავშვებში, თუ რა არის გალობა, რატომ უნდა გალობდეთ ტაძარში, როგორ უნდა ვასრულებდეთ გალობას, რით არის გამორჩეული ქართული გალობა. სფერო დიდი არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ზოგადი კურსი ჩაუტაროთ და ზოგადი განათლება მივცეთ ამ მხრივ ჩვენს მოსწავლეებს. ასევე პრაქტიკული მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები ჩვენი მოსწავლეებისათვის. კერძოდ 2024 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაარსდა გალობის ფესტივალი გალობის მერცხლები. 2025 წელსაც იქნება, რა თქმა უნდა, მაისის თვეში, სადაც ჩვენი ყველა სკოლა იქნება ჩართული ამ ფესტივალში. ასევე სიახლე გვაქვს გალობის მიმართულებით, რომ პირველად ჩვენი სკოლების ისტორიაში მოხდება საგალობლების სტუდიური ჩაწერა. ყველა სკოლის ჩვენ ვაძლევთ სკოლებს ამის შესაძლებლობას, ვინც მოემზადება და ვინც გამოთქვავს, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობას. ცენტრის მოძრავი, ასე ვთქვათ, მოძრავი სტუდია, ხმისჩამწერი სტუდია ჩავა მათთან ადგილზე და მოხდება, რომელსაც ლოტბარი გადაწყვიტავს იმ საგალობლის ჩაწერა. შემდეგ საუკეთესო ჩანაწერებისგან ესეც სიახლე და ესეც პირველად მოხდება. საუკეთესო ჩანაწერებისგან ცენტრი აპირებს, რომ გამოსცეს აუდიო ალბომი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 44 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ხალხურ სიმღერას და საგალობლებს. გარდა ამისა, ტარდება ქართული ზეპირსიტყვიერების გაკვეთილები. სალოტბარო სკოლებში სწავლება კი უფასოა.